დავიღალე წვალებით, დავიღალე ტირილით რა. საკუთარი თავის მიმართ გქონდა აგრესია? კი, რატო გავჩნდი მე, მაინც და მაინც ესეც ხელში. ამ დროსთან ბავშვი ხარ. სიმსივნე მქონდა ჩიყვის, რომელიც მე მოდებული მქონდა მთლიან ყელზე. ვეღარ მღერი ისე როგორც მღეროდი? დედა დამეხმარე, მამა დამეხმარე. მეშინია რა და გადაწყვიტე რომ გაიკეთო ოპერაცია. იქ უნდა წამივიდეს გული რომ ექიმებმა დაინახონ. მერტო. სხვანაირი ხარ სინამდვილეში? რა საწყლად კვდები, იმიტომ რომ ვარ მარტო. ეს სამძიმე პროცედურა არ არის. ჩემი მშობელი იაზრებს რომ კვდება. როგორ შეგცვალა რა მაგ პერიოდმა? ვიყავი ყურებამდე შეყვარებული. იგი რასაც ყვები, მაგრამ ჩემი მიზანი ახლა რაც შეიძლება მეტი მუსიკა ვაკეთო და წახვედი დედასთან. ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი პროექტი არის ეს ფილმი. როგორ დამთავრდა თქვენი ამბავი? აუ ძალიან ცუდად. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს. დღესაც ძალიან სასურველ და საყვარელ და საინტერესო სტუმართან ერთად, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი და გასაზიარებელი. ჩემთან სტუმრად არის მემე ჟორდანია, არტისტი, ძალიან საყვარელი გოგო, რომლის ცხოვრებამაც დამაინტერესა ძალიან. თან გადავაწყდი TikTok-ზე შენს ვიდეოებს, სადაც ყვები შენი გამოცდილების შესახებ აზიარებ ბარიატრიის პროცესებს და შემდეგ როგორ გააგრძელე ცხოვრება და ასევე იმ დრამატულ რაღაცებს, რაზეც დღეს ასევე ვისაუბრებთ და მე მგონი ძალიან კულტურული საუბარი გვექნება. სანამ დავიწყებ საუბარს, ჩემს ძვირფას YouTube აუდიტორიას შევახსენებ, რომ ჩემი პოდკასტის წარმდგენი გახლავთ სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის უკვე ძალიან მოთხოვნადი და ცნობილი და beauty in and out არის ამ ბრენდის ფილოსოფია და მე მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ სილამაზეც და დანარჩენი ყველაფერიც სწორედ შიგნიდან იწყება. თან ბრენდი არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს და რა თქმა უნდა აქვს ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი იმისათვის, რომ თქვენამდე მოვიდეს ხარისხიანი პროდუქცია და საქართველოშიც თავისი ბესტსელერი და ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებით არის წარმოდგენილი. ისეთებით როგორიც არის apple cider-ი, რომელიც წონის კორექციის ხელშეწყობისთვის არის, ზუკარინი ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და hair volume ჯამრთელი, ლამაზი და მოცულობითი თმისთვის. და New Nordic-ის ეს პროდუქტი შეგიძლიათ მოიკითხოთ მთელი საქართველოს მასშტაბით GPS-ის სააფთიაქო ქსელში. მადლობა New Nordic-ს, რომ ასე ერთგულად მოყვება. ჩვენ კი დავიწყოთ. მე ძალიან მიხარია, რომ გამოჩნდი ჩემთან და პირველ რიგში მითხარი, აბა როგორ ხარ? ძალიან კარგად, უფრო კარგად ვარ აქ რო ვარ, სიმართლე რა გითხრა. იმდენ რაღაცაზე გვაქვს სალაპარაკო, რომ არ ვიცი, ალბათ ხოლმე აქ ვიჯდებით, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დამიძახე და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მართლა. მე და შენ ხო ძალიან ადრე გადავუეკვეთ ეს ერთმანეს პატარა ასაკიდანვე და ძალიან მიხარია, რომ რაღაცა აქ მოვედით. ეხა ამ ყველაფერზე სალაპარაკოთ. მე ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს გავარკვიეთ ჩაწერის დაწყებამდე, რომ სხვა თაობის წარმომადგენლები ვართ. მე მუშაობდი ტელევიზიაში, როცა შენ პირველად გამოჩნდი მუსიკალურ პროექტში, იმიტომ რომ ხარ მომღერალი და თან ძალიან კარგი მომღერალი და ნიჭიერი არტისტი. ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, მაგრამ პირველ რიგში მინდა ალბათ ის რეაქცია გამოხატო, რასაც ყველა გამოხატავს, როცა შენ ხვდებიან, რომ მე ეს შენ ხარ? იმიტომ რომ შენ დაიკელი 80 კილო. და მოდი მოგვიყევი როგორ მიხვედი ბარიატრიამდე. იცი რა არის, რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა რა მაგის მერე, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო აი პროცესი, აი მაგ გადაწყვეტილების მიღების, იმიტომ რომ ბავშვობიდან რომ სცენაზე დგახარ რა, სულ გაქვს ეგ მომენტი, რომ ყველა გიყურებს, ყველა აღგიქვავს რაღაცნაირად და შესაბამისად ამ აღქმაში და ამ აუდიტორიაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც აძლევდნენ რა თავის თავისუფლებას, რომ გამოხატონ როგორ გრძნობენ რა თავს ჩემი აღქმის მიმართ, ასე ვთქვათ და რას გულისხმობ? ნუ აი ხო ხდები რა, არ არის მარტივი, როცა იზრდები პუტკუნა ბავშვი რაღაც მომღერალი სცენაზე რა და სულ
რაღაცა ძალიან ბრძოლებში ვიყავი რა, საკუთარი თავის მიმართ რაღაცა ზიზღის გამოხატვის მხრივ და ბევრი რაღაცის მხრივ რა. საკუთარი თავის მიმართ გქონდა აგრესია? კი, ძალიან მქონდა ხოლმე აგრესია, იმიტომ რომ იცი რა მომენტი მქონდა, რომ რატო გავჩნდი მე მაინც და მაინც ესეც ხელში რა და რატო მიწევს მე რომ ვიწვალო ამ ჩემ განვლილ გზაზე და ეს იყოს ის ლეიბლი, რომელიც მე მაქვს რა, ხო ხდება რაღაც. მინდა არ მინდა ამ ლეიბლით დავიბადე რა. ამ დროს თან ბავშვი ხარ. ხო, ამ დროს ვარ ხო რა, 13-14 წლის ბავშვი რა და რა ვიზრდებოდი. მე ნელ-ნელა მგონია რომ ინტერნეტი დამეხმარა რაღაცების სწორედ აღქმაში და გაანალიზებაში რა. მივხვდი იმას, რომ არ ვარ უცხო პლანეტელი მოსული დედამიწაზე. მარტო არ ხარ შენს სხეულთან. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხო რა არიან ჩემნაირები და არიან ბედნიერები მაგ სხეულში და მე მქონდა ეგ ფაზა, სადაც ვაწვებოდი ამ მიდგომას, body positivity-ს რა. ბევრი მაქედან მიცნობს, რომ სუ body positivity კონტენტს ვაკეთებდი ყველგან, ყოველთვის მაგას ვცდილობდი და მე რაღაც მომენტში ეს ყველაფერი გადაიზარდა უკვე საერთოდ სხვა განაჩენად, რომელიც აღარ იყო ფიზიკური, არამედ იყო ჯანმრთელობის ძალიან დიდი რისკი რა. და საბოლოოდ მივხვდი, რომ არ ვიყავი გულწრფელი ჩემ თავთან რაღაცეებში რა. და ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული თავის მოტყუება იყო ეს body positivity მიდგომა? ხო, იცი რა არის? მივხვდი, რომ body positivity-ზე ბევრად უფრო ძლიერი რამ არის body neutrality რა. რაც გულისხმობს თავისთავად იმას, რომ უბრალოდ ვარსებობ და მაქვს სხეული რა და მე როგორც ადამიანი ვიბადები პასუხისმგებლობით, რომ ამ სხეულს უნდა მოვუარო. ეს არის ჩემი სახლი, ანუ ამაში დავიბადე. და მე თუ ჩემ სხეულს არ მოვუვლი და მუდმივად ვიქნები გარე ფაქტორების მოწესრიგებაში და მოგვარებაში და მოხვეტაში, მე რაღაც შიგნიდან დავიწყებ ლპობას, ანუ ამ ყველაფრისგან რა. და შენ აღნიშნე გარემოდანო თავისუფლებას აძლევდნენო. როგორი არის თინეიჯერის აღქმაში ეს გარემოს წნეხი წონაზე, რა მოდი პირდაპირ ვთქვათ. პირდაპირ კილოგრამებზე და ვიზუალზე. ხო, იცი რა არის? ეს ადამიანი როცა არის სხვანაირ სხეულში და სხვანაირ ფიზიკურ მონაცემში, ასე ვთქვათ რა. ძალიან პატარაობიდანო ხო ხდება მეზიზღება სიტყვა ბულინგი, იმიტომ რომ სწორედ მაგ პერიოდში როცა body positivity კონტენტს ვაკეთებდი, ყოველთვის ყველა რაღაც ექსპლოიტაციას აკეთებდა ჩემი ამ სხეულის სულ ბულინგზე მელაპარაკებოდნენ რა და ეს ძალიან არ მომწონდა, მაგრამ ეს იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი რა, ხო ხდები. ვიღაცები კომენტარებს მიწერდნენ, ვიღაცები სახეში მეუბნებოდნენ ამას, რომანტიკულ ასპექტში ეს ძალიან იჩენდა თავს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ პატარა გოგორო ხარ და თინეიჯერი გოგორო ხარ და რო იზრდები ბიჭები მოგწონს და ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ შენს, ანუ შენ ვერ ხედავენ, რაღაც შენს მიღმა იხედებიან რა. მამა ჩემი მეუბნებოდა ხოლმე ხუმრობით სულ რომ ლანდი გაგდისო რა, ესე მეუბნებოდა, მაგრამ ხო ვიყავი ეგ წონა, მაგრამ მართლა მეგონა რომ ლანდი გამდის, იმიტომ რომ უბრალოდ ჩემ მიღმა იყურებოდა ყველა ჩემ გარშემო რა. და ყველაზე მტკივნეული ეგ იყო, იმაზე მტკივნეული იყო ეგ, ვიდრე ვიღაცას რო ეთქვა რომ სუქანი ხარ რა. იმიტომ რომ მაგ დროს ის ადამიანი მხედავდა მაინც და ხშირ შემთხვევაში თინეიჯერი რო ვიყავი, თითქოს არც მხედავდა ხალხი რა, ხო ხდები. სცენაზე ასვლა რაღაც საპირისპიროს დამტკიცების ცდელობა იყო? თუ პირიქით რაღაცა მერე უფრო აღმოჩნდი ამ ქარცეცხლში ყურადღების და ბულინგის? იცი რა არის? ხო, უფრო აღმოჩნდი, რა თქმა უნდა რა, მაგის ქარცეცხლში. მაგრამ ჩემი მიზანი სცენაზე ასვლის უფრო იყო ის, რომ მე ახლა დავამტკიცებ, რომ მე მეტი ვარ, ვიდრე როგორ გამოვიყურები. და მე ახლა რაღაც ხმას რომ ამოვიღებ და ვიმღერებ, მე ვანახებ ამ ადამიანებს, ხვდები? და უცებ გადიხარ სცენაზე და ვიღაც მოგაძახებს, რომ სპილო და რაღაც რა და მაგ დროს ხვდები, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, ამის იგით ვერ დამინახავ რა. უბრალოდ იმიტომ, რომ სამყარომ და შენ გარშემო სიტუაცია მეგრე გაგზარდა, ეგრე დაგაპროგრამა რა. და ძალიან დიდი, მგონია რომ ძალიან დიდი დადებითი მუხტიც მიიღე ამ დროს. კი, რა თქმა უნდა. ეს ძალიან სიგიჟე პერიოდი იყო ჩემი 13 წლიდან ამ 17-18 წლამდე განვლილი გზა ძალიან სიგიჟე იყო, იმიტომ რომ მივხვდი
ჩემი ფასი რა არის, როგორც ადამიანის რა, ჩემი ხმის ფასი რა არის და ის რომ რაღაც მომენტში მე რომ გამოვდივარ და ამ წნეხს ჩემ თავზე ვიღებ, ვიღაც ვინც ჩემი ასაკის არის სახლში ზის და მიყურებს და იმისთვის მე ვარ ეგ ადამიანი. ხვდები, რომელიც არ ვიცი, წარმოადგენს მისნაირ ადამიანებს. შენთვის რომ ვიღაცა იყო ინტერნეტში რომ ნახე პირველად. კი, ზუსტად. და მე თან რომ ვიზრდებოდი, სულ ეგ გოგო ვიყავი, რომ აი ქრონიკულად ონლაინ და ყოველთვის რომ ვიღაცებს ვაფოლოვებდი და ვუყურებდი და სულ მინდოდა რომ მე ვიყო ეგ ადამიანის ხვისთვის რა. მაგრამ ეხლა ყველაზე სტაბილურად გრძნობ თავს და მზად იმისთვის რომ ეგ პასუხისმგებლობა ავიღო. იმიტომ რომ გავიზარდე და მივხვდი რომ ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობაა და ჯერ ჩემი თავი არ უნდა მოვატყო და მერე უნდა მივხედო იმას რომ სხვა ადამიანებისთვის ვიყო ეგ პიროვნება რა. და გადაწყვიტე რომ გაიკეთო ოპერაცია. გადავწყვიტე რომ გავიკეთო ოპერაცია. ეს ოპერაცია იყო აბსოლუტურად 100% ჯანმრთელობის გამო. მაგრამ იყო რა თქმა უნდა ის ფაქტორიც, რომ როდესაც დავიწყე კლება, ჩემი თავი უფრო მომეწონა. მე ამასში ვერ მოვიტყვები და სხვას ვერ მოვატყუებ ამაში, ხვდები? ხო, ნუ ეს ლოგიკურია. და პირველად აი მამა ჩემს ჰქონდა დიაბეტი რა. და ძალიან მეშინოდა ყოველთვის მაგის, რომ დიაბეტი არ მქონდეს. და როდესაც მივედი კონსულტაციაზე ამ ოპერაციის, რაც უკვე ძალიან დიდი მომენტი იყო ჩემთვის, და როცა მითხრა ექიმმა, რომ ინსულინ რეზისტენტული ვარ და ძალიან დიდი რისკი მაქვს დიაბეტის, აი მანდ მივიღე გადაწყვეტილება რა. და მივხვდი, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგა, იმიტომ რომ დავიღალე წვალებით, დავიღალე ტირილით, დავიღალე დამალვით ჩემი ამ პრობლემის რა. და ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რაც ცხოვრებაში მე მივიღია. ფიზიკურად უფრო რთული იყო ეს ტრანსფორმაცია თუ მენტალურად? მსმენია რა, აი ბარიატრიული პაციენტებისთვის, რომ კი, რაღაცა პოზიტიურისკენ იცვლება, მაგრამ ეს ტრანსფორმაცია არ არის ეგეთი ადვილად შესაძლებელი, იმიტომ რომ რაღაცას ხელში ცხოვრობ, ჯანმრთელობის რაღაც სტატუსით თუ ფიზიკური რაღაცა შესაძლებლობებით და საერთოდ იცვლები. კი. ხო, ეს ძალიან კაი კითხვა არის, ანუ ფიზიკურად იმდენად რთული არ იყო, იმიტომ რომ მე ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ რა, არ მაწუხებს ეგეთი რაღაცები დიდად. ტიპი ხარ? ძალიან, აი ესეთი ადამიანი ვარ მართლა. მაგრამ მენტალურად ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მაშინ ვიყავი მარტო დედა ჩემი არ იყო საქართველოში, მაგრამ ჩემი ძალიან ავად იყო, უკვე ის პერიოდი იყო, როცა ძალიან წვალობდა თვითონაც და რაღაცნაირად შიშს გრძნობდი და მე როცა გავიკეთე ეს ოპერაცია და ჩემი თავისთვის რომ მომეარა, მენტალურად ეგ უფრო რთული იყო რა, რაღაც სახლში რომ მიდიხარ ოპერაციის მერე და თეთრეული რომ შენით უნდა გამოცვალო და რომ უნდა იწვალო და რაღაცები გააკეთე, ეგ ძალიან რთული იყო და მე დროთა განმავლობაში რომ ვიცვლებოდი და სამყარო ჩემ გარშემო რაღაცა ფერებს იძენს და ადამიანები სხვანაირად მესალმებიან და რაღაც მარია მე როგორი ლამაზი ხარ, რა შეიცვალა და ამ დროს არ ვიცი პირველი 5 კილო მაქვს დაკლებული რა და აი ეს მომენტი მაქვს რომ მე ვარ, ანუ ისე ვიგივე ადამიანი ვარ, რა ხდება რა, რატო იცვლება ჩემ გარშემო ყველაფერი ესე. და იგი იყო ძალიან რთული. ან გააზრება მაგის და სარკეში ყურება იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ მე ვიცვლებოდი, ანუ იგივე ტიპი ვარ და სარკეში ვიხედები და სხვა ადამიანია, აი რა ხდება საერთოდ რა. და ხო, იგი იყო ძალიან რთული რა, მაგრამ ყველაფერი არის გადალახვადი. აი მე გოგოები რომ წერენ ხოლმე ამ ბარიატრიაზე, ყოველთვის ვეუბნები, რომ აი ერთი რამე იცოდე რა, 3 თვე მიეცი შენ თავს, აი იწვალებ აი მართლა იწვალებ 3 თვე, მაგრამ წარმოიდგინე მთელი ცხოვრება, აი ამ წვალების რაღაც მიკრო დოზებს განიცდი ნელ-ნელა და ეგ გინადგურებს ჯანმრთელობას და მენტალურ მდგომარეობას. ჯობია რომ ეს ყველაფერი ერთიანად გაიარო ამ 3 თვეში და ამოისუნთქო რა. აღნიშნე ძალიან ისე რაღაცა მტკივნეულად მომხვდა, რომ ფიზიკურად მხარდამჭერი ცოტა ყავდა ირგვლივ, როცა ქონდა ეს ძალიან რთული ფიზიკურად მომენტი და ახსენე მამის ავადმყოფნაც და მინდა რომ ამ პერიოდზე მომიყვე შენი ცხოვრების, როცა დედაც ემიგრაციაში იყო და მამა დაკარგე. ხო, მაგ პერიოდში მეგობრები ძალიან გვერდში მედგნენ რა და აი მაგას მართლა არ დავივიწყებ არასდროს, მაგრამ აი ეგ მომენტი მქონდა რომ
დედა მინდა, მამა მინდა, ხო ხტები რა რაღაც ჯანმრთელობას რაც ეხება, ყოველთვის პირველი ეგ გვაქვს რა. და სხვა შორის ძალიან საინტერესო ის არის კავშირი იმას რაც მინდა და ვთქვა, იმიტომ რომ მამა ჩემს ქონდა ძალიან ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა. დიალიზა იყო, ორივე ფეხის ამპუტაცია დაჭირდა. ძალიან იწვალა რა, სანამ მივიდოდა რაღაც საბოლოო დამდგომარეობამდე. და მამა ჩემი იყო როგორი ტიპი, აი ძალიან სკეპტიკური ტიპი იყო რა და აი სუღადაობდა რაღაცეებზე და ბოლო მომენტამდე, აი მაშინაც კი როცა აი მართლა ნახევარი ადამიანი იყო დარჩენილი, სულ აი საღგონებაზე იყო რა ბოლომდე. მაგრამ რაღაც მომენტში, ანუ თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში დაიწყო ხატვა და წერა რაღაცების, რაც აი ყველაზე შორს იყო ლევანისგან საერთოდ ამ ქვეყანაზე. და მაგისი ნახატები რო ვნახე, ჩემმა მამიდაშვილმა მანახა, პირველი რაც შევამჩნია იყო, რომ ეწერა ესე ტექსტად დედა დამეხმარე, მამა დამეხმარე, მეშინია რა. და მაგ დროს აი მივხვდი, რომ აი ეგ ჭირდება მარტო ადამიანს რა, მაგ დროს. რა საკითხი არ უნდა იყო ხო? რა საკითხი არ უნდა იყო რა. და როცა კარგავ ეგეთ ადამიანს, ვინც გაგაკეთა გშობა და რაღაც შენი საძირკველი არის, ხვდები რომ ეგ საძირკველი რაღაც მომენტში გეცლება რა. აი არ ვიცი, ერთ-ერთი თემა არის მამა ჩემის, რომელზეც აი ხო ხვდები, მე არ ვარ ეგ ტიპი რომ ვტიროდე, მამა ჩემს გავარ მაგაში, აი არასდროს არ ვტირი, მაგრამ აი მაგ ნახატებს როცა ვხედავ, აი ვერ ვიკავებ რა ცრემლებს, იმიტომ რომ ის მომენტიც არ მაქვს, რომ ეგოისტურად მაკლია, ხვდები ჩემ ცხოვრებაში. გულწრფელად შემეცოდა იმის გამო, რაც გამოიარა რა. ძალიან საინტერესო იყო მამა ჩემის გარდაცვალების აი ეს მთელი პროცესი, იმიტომ რომ იყო სრულიად ცნობიერი. გამოსამშვილებელი წერილი მომწერა მესენჯერში. ბოლო მომენტამდე, ანუ იცოდა, რომ ყდება რა. და ამაზე ვლაპარაკობდით და ძალიან რაღაც გულწრფელი და ინტიმური პროცესი იყო ეს, რომ ჩემი მშობელი იაზრებს, რომ ყდება და მე რა როლი უნდა ვითამაშო ამაში. და იყო ძალიან რთული რა, აი დღემდე ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პერიოდში გულწრფელები ვიყავით ორივე ერთმანეთთან და ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, აი ჩემი ძმაკაცი იყო იმენა რა. ყველაფერზე მაგას ველაპარაკებოდი და რაღაც მომენტში ახლა რომ ვიაზრებ, აი ზოგჯერ მინდა ხოლმე რა რაღაც რომ გამიხარდება ან მეწყინება, რომ რაღაც მივწერო ან გავაგებინა და მე რო ხვდები რომ აღარ მაქვს ეგ ოფშენი რა, ანუ აღარ არსებობს ის და ძალიან მიჭირს მაგის გააზრება დღემდე. 2 წელი გავიდა და ჩემი ყველაზე დიდი სუსი წერტილი არის. თქვი რომ რაღაცა მე უნდა მიმხდარიყავი, რა როლი მეთამაშაო და აი ეს მოხდა შენ ცხოვრებაში და რა როლი შეიძინე მაგის მერე, ანუ ჯერ ვინ გახდი საკუთარი თავისთვის და მერე რა როგორ შეგცვალა რა მაგ პერიოდმა, რომელსაც ბევრი რაღაცა დაემთხვა როგორც ყვები. კი, მაგ პერიოდს ძალიან ბევრი რაღაცა დაემთხვა. მაშინ ძალიან დამასუსტა. მაგან, იმიტომ რომ ეს იყო პერიოდი, როცა ვიყავი ყურებამდე შეყვარებული. ოღონდ ძალიან ცუდად, ანუ ეს არ იყო რაღაც ზღაპარი ისტორია და კარგი ისტორია, ძალიან ჰორორი ისტორია იყო. იმიტომ რომ სამხრივად მიყვარდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც არ ვუყვარდი და მანდაც ეგ მომენტი იყო, რომ სულ გულწრფელად ვლაპარაკობდით ამაზე, მანაც იცოდა ეს. და რაღაცნაირად თითქოს ორ თავარ კაცს მასკულინურ ფიგურას ვგლოვობდი ერთდროულად რა ჩემ ცხოვრებაში და აი ამან სრულიად გამანადგურა რა. დედა ჩემი მაშინაც არ იყო საქართველოში და მსგავსი სიმარტოვე მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ძალიან გვერდში მედგნენ, არასდროს არ მიგრძვნია რა და შიში. აი იცი ის შიში, რომ სიკვდილი თურმე ესი ახლოს არის. ანუ შობელს რო კარგავ, აი თითქოს აი გრძნობ, რომ აი ახლოს არის სიკვდილი რა და აი მორჩა.
და გამიჩნდეს უდიდესი სენტიმენტი დედაჩემის მიმართ. პირველი რაც გავაკეთე იყო რომ ბილეთები ვიყიდე რომ გავფრინდე დედაჩემთან, იმიტომ რომ მივხვდი რომ ვოუ ასაკი ემატება ჩემ მშობლებს და ანუ რაღაცები იცვლება და მარტოობის აღქმაც იცვლება რაღაცნაირად მარტოობის შეგრძნება რაღაცა დასასრულის შეგრძნებასთან რაღაცნაირად თითქოს ახლოს არის. კი, ძალიან და არავის არ ვუსურვებ მართლა მშობლის დაკარგვა არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული რაღაც რაც შეიძლება დაგემართოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მაგ დროს იმ ადამიანებთან მაქსიმალურად ახლოს იყო და მაქსიმალური სიყვარული მისცა რაც შეგიძლია. და წახვედი დედასთან და მოგინდა რომ შენი აი ამ რაღაცნაირი სამხრივი სიყვარულის ამბავიც მოგეყოლა თუ დედასთან შენს ურთიერთობაზეც მომიყევი ცოტა როგორი კი დედაჩემი ხო ჩემი საუკეთესო მეგობარი არის ძალიან გამიმართლა მშობლებში მართლა უდაოდ რაც კარგია და თან ცუდია ცუდი იმიტომ რომ მე ძალიან გტკივა და კარგი იმიტომ არის რომ ეს ადამიანები გვერდში ყავს როცა იზრდები და ეს სიყვარულის ამბავი რომელიც ძალიან მტკიოდა დედაჩემთან ვლაპარაკობდი ამაზე სულ იმიტომ რომ ჩემთვის ის ადამიანია რომელსაც ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს ნაცხოვრები და ძალიან ბევრ კარგ რჩევას მაძლევდა რა 10 დღე ვიყავი დედაჩემთან პოლონეთში ამ 10 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიტირე ძალიან ბევრი ვიჩხუბე ძალიან ბევრი ვიცინე და მე რაღაც დადგა ის მომენტი რომ დაუბრუნდა ცარიელ სახლში რა. მშობელს შეუძლია რომ აი ეს გაგიჟებულ სიყვარულზე რჩევა მოქცეს. ანუ მართლა მithumetes როცა ხარ აი ეს 20 წლის რაღაცა პატარა გოგო 18-20 წლის. არავის არ შეუძლია. ხო? არავის არ შეუძლია. 2 წელი ვიყავი შეყვარებული როგორ იცი რომ რაღაც მომენტში მეგონა რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ აი უბრალოდ ეს ადამიანი ჩემ ტვინში არის და მიყურებს და ის მეუბნება რა გავაკეთო რა არა რა. ერთი სპეციალისტი ამბობს რომ სიყვარული ეს არის ობსესიური აშლილობა. კი. Limerence, აი რაღაც ეგ ტერმინი რა ხო არსებობს. აი ეგ მჭირდა. მართლა ეგ მჭირდა და მე არ ვთვლი რომ შემიძლია ბოლომდე სიყვარული დავარქვა იმას რაც სამხრივია. არ ვარ ამაში დარწმუნებული რა. იმიტომ რომ როცა სამხრივად გიყვარს ადამიანი, იმდენ რაღაცას იგონებ მის შესახებ რა. ხო არა რეალისტურ ჭრილში გადადის ხო ეგ ხო აი ყოფა ვინც გიყვარს ხო არის ის ვინც შენი თავისგან შექმენი ხო ამ ადამიანში და მე მჯერა რომ ცალმხრივი სიყვარული არის უბრალოდ პროექცია საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის რა ეს ინტერესოა ხო ეს რაღაც მამაჩემის ესეთი ამბავი რომ გავიარე მაგ დროს გამიმძაფრდა ყველაზე მეტად სიყვარული რა და მივხვდი რომ მაგ მომენტში ყველაზე მეტად მჭირდებოდა ჩემი თავი რომ მიყვარდას, ჩემ თავს რომ ვედგე გვერდში რა. და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ამის პროექცია მოვახდინე მაგ ადამიანზე რა. და ყველაფერი, რაც მაგ ადამიანში მიყვარდა, იყო ის, რასაც ჩემ თავში ვხედავდი რა. აი არ ვიცი, ყველაზე ელემენტარული ხასიათობრივი რაღაცაებით დაწყებული, გემოვნებით დამთავრებული, ყველაფერი ის მომწონდა, იმიტომ რომ ვიყავი მე. და ეგ რო გავიაზრე, მან დაიწყო ჩემი პროცესი ნელ-ნელა და ძალიან მტკივნეულად ამ ადამიანის გადაყვარების, ანუ აზერზე მოსვლის რა. და როგორ დამთავრდა თქვენი ამბავი? აუ ძალიან ცუდად. საერთოდ ფაქტი ის არის, რომ ერთად ვცხოვრობდით რაღაც პერიოდი და ხო, ამ თანაცხოვრებაშიც ძალიან კარგი იყო რა. იმიტომ რომ დღემდე ერთ-ერთი ადამიანია, რომელთანაც 100% ჩემი თავი ვიყავი და ყველაზე დაუვიწყარი საუბრები და დიალოგები მქონდა რა. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხოდ სიყვარულს არ ვიღებდი. არ ვიღებდი. და თან ამაზე ვლაპარაკობდი დღიად რა. მაგრამ ძალიან სულად დასრულდა აი ყველაფერი, იმიტომ რომ მე ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. რაზეც ალბათ კიდევ ვილაპარაკებთ, მაგრამ იმდენი აგრესია დამიგროვდა მაგ ადამიანის მიმართ და იმდენი სასწარკვეთა, რომ ბოლოს დავიშალეთ. და მაგის მერე რაღაც ძალიან უცხო ადამიანივით ვესალმებით ერთმანეთს, მაგრამ ხო, ორი ალბომი დამაწერინა ამ ადამიანმა, ასე რომ ესე იგი შემოქმედებითი კვალი დატოვა. საერთოდ ხო ამბობენ, რომ რაღაცა იმედგაცრუება გაწერინებს მუსიკას და ტკივილი და რაღაცა ესეთი ტიპის გამოცდილებები.
აღნიშნე, რომ და შენ სოციალურ ქსელში სხვათა შორის ძალიან აქტიურად ყვები შენ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და შენ როგორ უმკლავდები და მე მგონი როგორ თქვი უარი რაღაცა ტრადიციულად მიგეხედა მედიცინის დახმარებით და შენ თვითონ რაღაცა იპოვე გამოსავალი. მოდი მოგვიყევი, იმიტომ რომ ეს მე როგორც ვიცი არის ძალიან გავრცელებული და ბევრი ქალისთვის საზიარო პრობლემა. პოლიკისტოზი მეგობრებო. ხო. პოლიკისტოზის მკურნალობა, ასე ვთქვათ რა, არსებობს ტრადიციულად მხოლოდ ერთი მეთოდით, რაც არის კონტრაცეპტივის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმეტესობას აქვს პოლიკისტოზი და ბევრმა არც იცის, რომ ეს დიაგნოზი გააჩნია, ერთ-ერთი ყველაზე გამოუძიებელი ის არის ქრონიკული დაავადება, რაც საშინელება არის, იმიტომ რომ ეს ახდენს გავლენას ყველაფერზე. ცხოვრების ხარისხს აბსოლუტურად 100%-ით. მე არ მინდოდა ეგ რო გავაკეთო, არ მინდოდა კონტრაცეპტივზე ყოფილიყავი, არ მინდოდა რომ ჩემი ნაწოლები წონა ისევ მომემატებინა. ამაზე დაიწყე. დავიწყე, ხო. გაკეთება რისერჩის. მე მყავს დაქალი, რომელსაც აქვს პოლიკისტოზი და იქ დამეხმარა რაღაცეებში. და დავიწყე ვიტამინების მიღება და კვება, რაც ყველაზე მთავარია, კვება. ძალიან დიდი პრობლემა მქონდა ჩემ ჯანმრთელობაზე ციკლთან დაკავშირებული და მე ამაზე მკივნეული ციკლი და ძალიან მწვავე გამოვლინებები აქვს, ხო? ხო, მკივნეული და არარსებული. მე საერთოდ არ მქონდა. წარმოიდგინე, ანუ წლები არ მქონდა და ძალიან ვწვალობდი მაგის გამო რა. ეს უკავშირდება აი ძალიან დიდ წონას, რომელიც გქონდა და ვთქვათ იმ პრედიაბეტს და ყველაფერს. კი, იმიტომ რომ ბევრნაირი პოლიკისტოზი არსებობს, მაგრამ მე რომელიც მაქვს არის ინსულინ რეზისტენტულობიდან გამომდინარე რა. ყველაფერი კავშირშია ესე იგი ერთმანეთთან. ყველაფერთან კავშირში არის და არის რაღაცები, რაც პოლიკისტოზის დროს უნდა გავითვალისწინოთ და ზოგადად ქრონიკული დაავადება რადგან არის რაღაცები და შევცვალოთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა და აი მართლა მინდა რომ ყველა ადამიანს მივაწვდინო ხმა ვისაც ეს აქვს რომ ინსულინის კონტროლი არის ნომერ პირველი მკურნალი ჩვენი რაც არის შაქრის ამოღება და ჩანაცვლება შაქრის რაღაცეებით ასევე ცომის ამოღება შეძლების დაგვარად განსაკუთრებით თეთრი ფქვილის და აი უბრალოდ ფოკუსირდეთ პროტეინზე და ბოჭკოზე. ცილაზე და ბოჭკოზე. აი ეგ არის რამაც არ ვიცი, ყველაფერი შეცვალა. აი იდეალურად გრძნობ ახლა თავს მაგ მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ მიმიყვანია მკურნალობა, იმიტომ რომ მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ვაკეთებ ამას. ციკლი ჩამიდგა, თავს გრძნობ კარგად და კონტროლის ქვეშ მაქვს რა, ეს ყველაფერი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა. და როგორ მიაღწია იმას, რომ მართლა პატარა ხარ ასაკით რეალურად და ამ ასაკში განსაკუთრებით არტისტებს, ადამიანებს, რომლებსაც ესეთი რაღაცნაირი ბობოქარი ცხოვრება უნდა ქონდეთ, ხო? რაღაცნაირად შეძელი, რომ შენი ჯანმრთელობის კონტროლი, კვების კონტროლი, რაღაცა ფსიქიკური ჯანმრთელობის რაღაცნაირი მიხედვა. ანუ ეს ყველაფერი მოგეგვარებინა. ანუ ეს დაისახე მიზნად თუ ზოგადად სულ ესეთი ადამიანი იყავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც შტოვებს საბეჭდილებას ისეთი რაღაც ესეთი ხელოვანი, ძალიან შთაგონებების მოყვარული ადამიანის და აი რაღაცა სცენის და ასე შემდეგ და სხვანაირი ხარ სინამდვილეში? არა, ერთი რაღაც გავიაზრე უბრალოდ ძალიან პატარა ასაკიდანვე რა. მე დავიბადე ერთხელ ამ ცხოვრებაში და ერთადერთი რამ რაც შემილია არის რომ ვიყო მე მორჩა და სხვა გზა არ მაქვს რა და მე თუ მივცემ აი ამ ყველაფერს საშუალებას რომ შემცვალოს ან დამაგდოს ან დავამარცხოს რა ესე იგი დავმარცხდი ცხოვრებასთან რა რაღაც მომენტში და არ მინდა რომ ეს ომი იყოს ჩემთვის რა ერთხელ იბადები ადამიანი შენ საკუთარ თავად და უნდა იყოს საკუთარი თავი ბოლომდე. და როცა მაგ რაღაც მაინდსეტით აგრძელებ ცხოვრებას, მე ბევრად უფრო მარტივი არის რაღაცებს რო გაუმკლავდე რა. იმიტომ რომ ჩემთვის მუსიკა იყო ყველაფერი, რაღაც მომენტში ეგეც გამომეცალა ხელიდან. ხო, რატომ გამომეცალა? ეგ უფრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იყო.
იმიტომ რომ სიმსივნე მქონდა იმის, რა ქვია, ჩიყვის, რომელიც მე მოდებული მქონდა მთლიან ყელზე და ამ ოპერაციის მერე ვეღარ ვმღერი ისე როგორც მღეროდი რა. და იმოქმედა ამას შენ იოგებზე და ზოგადად ხმაზე? ანუ ვეღარ მღერი ისე როგორც მღეროდი? ხო, სამწუხაროდ ვეღარ და ეგ არის ჩემი ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი მთავარი ტკივილი, იმიტომ რომ აი ეს მემე, რომელიც ხალხს ახსოვს სცენაზე, რომელიც მღეროდა ჯაზ, ბლუზ და რაღაცა უცებ გახდა მემე, რომელიც რეპავს და R&B-ს მღერის რა. ამიტომ შეცვალე ეს შენი ჟანრი? ხო, ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შევცვალე ჩემი ჟანრი. ადრე ეს შენი შები ხო არ არის უფრო ვიდრე რაღაც რეალური იცი რა არის? არა, იმიტომ რომ მიცდია რა და ძალიან რთული არის რა. აღარ მოყვება ხო, აღარ მოყვება, ტკივა, საერთოდ სხვანაირი ჟღერადობა მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი პროცესი არის ამაზე მუშაობა, მაინც რაღაცა ნაბერწკალი მაქვს იმედის, რომ დამიბრუნდება იქ ხმა რა. იმიტომ რომ წარმოიდგინე, ეგ იყო ჩემი რაღაც სუპერძალა რა, ხო ხდები? ეგ იყო ის, რითაც ხო რაღაცა ვამაყობდი ჩემ ცხოვრებაში რა და ეგ გამომეცალა უცებ ხელიდან და უცებ გავხდი აი ეს ადამიანი, რომელიც აი სრულიად უიმედო არის რა, აი აღარაფერში აღარ ხედავდი იმედს, არც მუსიკაში, არც რაღაცა მშობლის თანადგომაში, არც ჯანმრთელობაში, არც სიყვარულში, არაფერში რა. გქონდა ეგ მომენტი, რომ აი ყველაფერს დავიკიდებ ახლა და აღარასდროს აღარ გავალ სცენაზე, არაფერს აღარ გავაკეთებ, აი სრულად რო ზურგი შეგექცია შენი ამ შენი თავისთვის რეალურად რა, ვინც ხარ? კი, რა ვისაც ქვია არტისტი მემე. კი, ყველაზე მეტად ზუსტად ამ სიმსივნის პერიოდში მქონდა ეგ, როცა იოდის თერაპიას გავდიოდი. ეს ძალიან მძიმე პროცედურა არ არის? კი, ძალიან მძიმე პროცედურა. ეს იზოლაციით რო ხდება რაღაცა რამდენიმე კვირა? ხო, 21 დღე არის. 21 დღე სრულად იზოლირებული იკეტები და ხარ დასხივების ქვეშ. კი. და მოგვიყევი ესეც რა. ხო, ეს ძალიან საინტერესო ისტორია და თან რამდენი ისტორია მაქვს, მართლა ხოლმე ვიქნებით, მაგრამ მიხარია რომ არ გვეჩქარება არსად, მაგრამ ხო, მოკლედ ძალიან დიდი დოზის მიღება დამჭირდა რადიაციის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული кейსი იყო ჩემი. და რომ მივიღეს, როგორი მომენტია, ესე პალატასავით ოთახში ხარ, ორი კარის იქით და ის სრულიად იზოლირებული ხარ რა. და ამ იოდის გადაყლაპვა არის თავისი სიმპტომებით, რაც არის, ნუ აი ხო ხდება ქიმიის დროს როგორც არის ხოლმე, შებერილობა, თმის გაუხეშება, ზოგჯერ ცვენა, ცუდი ხასიათი, თავბრუსხვევა, ასე შემდეგ. და მესამე დღეს ამ იოდის თან მამა მყავს ახალი გარდაცვლილი რა. მესამე დღეს ამ იოდის რაღაც მომენტში შევდივარ საპირფარეშოში და ბუმ, აი რაღაცა მარტყავს თავში რა და მეთქი რა ხდება? და გრძნობ აი ძალიან დიდ ტკივილს თავს ხელში რა. და მე აი გრძნობ რაღაც მომენტში რომ მიბნელდება თვალებში რა. და მეთქი ოკეი, გული მიმდის. და მე რო არის მემე, მეთქი კარგი, ხა უნდა გავიდე. და იქ კამერა არის რა, რომელიც გიყურებს, იმიტომ რომ ექიმს არ აქვს უფლება რომ შემოვიდეს. ეხლა უნდა გავიდე ოთახში, ფიქრობ. და იქ უნდა წამევიდეს გული, რომ ექიმებმა დაინახონ. ერთო. და მივდივარ კარებამდე და ვკიდებ სახელურს ხელს და ხვდები რომ გული არ მიმდის, ანუ რაღაც სხვა მემართება რა, რასაც ანუ ვერ ვხსნი საერთოდ რა. და რაღაც მომენტში დამიბნელდა თვალებში, აბსოლუტურად დავკარგე სრულიად ცნობიერი, აი რაღაც მომენტში დამავიწყდა რომ სხეული მაქვს, დამავიწყდა ჩემი სახელი, რომ ქალი ვარ, რომ ადამიანი ვარ, აი ყველაფერი აბსოლუტურად რა. და ვიჩითები სრულ, აი როგორ სიბნელეში, ისე აი თვალებს რო ხუჭავ, ბნელზე უფრო ბნელში ვიჩითები რა. და აი ერთადერთი ეგ ფიქრი მაქვს, რომ ვკვდები, ანუ მორჩა რა. ვკვდები და რა საწყლად ვკვდები, იმიტომ რომ ვარ მარტო და ვერც ვერავინ შეეხება ჩემს სხეულს რო რამე რა. იმიტომ რომ რადიაციური ხარ. და მაგ დროს რო დამიბნელდა თვალებში და მანამდე აი ყველა ჩემმა მოგონებამ ჩამიარა, აი საერთოდ ანუ დაბადებისთან აი ყველაფერი. ოღონდ ხალხს არ ჯერა, გიჟი ვგონი ვარ ამას რო ლაპარაკობ, მაგრამ მართლა ხალხო ანუ აი არ ვიცი რა, ვერ ვხსნი ამას.
და უცებ აი ამ რაღაც სიბნელეში ვხედავ მამაჩემს. და ანუ მამაჩემი იჩითება აი ამ სიბნელეში და რაღაც მოდის და ჯერ შენი დრო არ არისო, ნუ ნერვულობ არც არ მიმყავხარ და აი ესე მიკეთებს რა. აი მართლა სიგიჟე არის რასაც ყვები, მაგრამ აი ხო რა. და ერთადერთი რასაც გრძნობ არის ტკივილი კეფაში, მე რაღაც მომენტში და ეს იქარწყლება ეს სიბნელე ნელ-ნელა და ვხედავ საპირფარეშოს კაფელის ანარეკლში, რომ ვაგდივარ ძირს რა. და რაღაც ისე მოხდა, რომ გული გამიჩერდა, მოკლედ. მაგ დროს შემდეგი 2 დღე მქონდა 25 გულის, ესე რა ქვია, პულსი. და აი ეგ ამბავი გამოვიარე მეორე თუ მესამე დღეს ამ ჩემი რადიაციის რა. იქ როგორ დაგეხმარნენ მე? რომ მოვედი აზრზე და ნელ-ნელა რო ავდექი და მივფობხდი იმამდე, რა ქვია, ტელეფონამდე. იქ დავურეკე, ეგთანს რა, იქ ტელეფონი გვედო, ესეთი ძალიან სერიოზული, დავურეკე და მესგე ესე მოხდა რაღაც პონჩი, მე მგონი გარდავიცვალე და ხილვაც თუ გქონდა. ხო, და მე დამეხმარეს რაღაც წამლები შემომიტანეს. ავასვავდი რაღაცა ის ეს როცა გული აზრზე მოსულიყო, მაგრამ ნუ არაფერი არ მშველი და მე თავისით ჩამილაგდა რა. და აი მაგ მომენტში მივხვდი, რომ ანუ ნებისმიერ მომენტში არასდროს არ ვიცით, როდის რა დაგვემართება. აი მართლა შეიძლება ავდგეთ და აი მართლა გულმა გვხიოს და ჩვენი ცხოვრება დამთავრდეს რა. და ისე უნდა ვიცხოვრო, აი ამის მერე, რომ საერთოდ არაფერი არ მქონდეს სანანიებელი და უთქმელი რა. და ამიტომ უნდა ვილაპარაკო, რამდენი შემილია, ყველას twin უნდა შეუჭამო, რამდენი შემიძლია, ჩემი ისტორია იქნება ესო, ჩემი იდენტობა თუ ჩემი მესიჯი. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ერთადერთი შანსი ცხოვრებაში ამისთვის რა. და მე ნელ-ნელა მივედი მაგ გადაწყვეტილებამდეც, რომ იმ ადამიანთან შევწყვიტო კომუნიკაცია, ვისთან ერთადაც ვიყავი, იმიტომ რომ ვიყავი საწყალი მართლა მაგ პერიოდში და ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა ჩავალაგო წყობში. მქონა არჩევანი, ან უნდა მართლა შევყოლოდი მაგ მდგომარეობას, ან უნდა რაღაცა შემექმნა ამისგან რა. და გადაწყვიტა რომ რაღაც შევქმნა ამისგან და ზუსტად ეგ პერიოდი იყო, როცა ჩემ პროდიუსერს დენი ვარლევის დავუახლოვდი ძალიან და სანამ ოპერაციას გავიკეთებდი 12 დღეში მოვასწარით რომ ალბომი ჩაგვეწერა და ამ ოპერაციის და იოდის შემდეგ მაგის მერე გაუჩერებლივ მუშაობ მუსიკაზე და სულ მაგას ვიძახი თუ სიმღერა აღარ შემეძლება გავრეპავ გარეპო აღარ შემეძლება ვილაპარაკებ ლაპარაკი აღარ შემეძლება არ ვიცი დავხატავ, ხატვა აღარ შემეძლება, დავწერ, წერ აღარ შემეძლება, რაღაცას ვიზავ რა. აი, შენ თავს გამოხატავ ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტში. და იქნები მემე. ვიქნები მემე. ხო. იცი რა მინდა კითხო, ძალიან დიდი ინტერესი იქნება, ვიცი და მივუბრუნდები რა წონის თემას, იმიტომ რომ რაღაცა ვილაპარაკეთ როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე, რა უძღო და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და მართლა მაინტერესებს შედეგი რა გაქვს საბოლოო კლების თვალსაზრისით და კიდე რამე ჩარევები გაიკეთე თუ არა, ეგ აინტერესებს ძალიან ხალხს. ხო, მოკლედ დავიკელი საკმაოდ დიდი წონა და მინდა კიდე ცოტა რომ დავიკლო იმისთვის რომ მე კუნთის მასაზე ვიმუშაო და ამჯერ ოღონდ ამებს რო ლაპარაკობ იმიტომ რომ აი პრივილეგია არის მართლა ამაზე ლაპარაკი ესე რა ყვებით უწყობ ხელს ყველანაირად როგორც შემიძლია ამ პროცესს 2 წელიწად ნახევარი გავიდა რაც ბარიატრია გავიკეთე ანუ სრული ესე იგი საბოლოო მაშინ ხარ შედეგში ხარ საბოლოო შედეგში ვარ ფაქტობრივად თავიდან ბევრად ნაკლებს ჭამდი ვიდრე ახლა ხო ესე იგი კუჭი ცოტა გაგეზარდა უკვე ეს ამბობენ ხოლმე სხვათა შორის რომ მერე კიდე აქვს რესურსი კუჭს რომ ისევ დაიწყოს ზრდაო და ეგრე არის ბოლომდე არა რა იგივე იმამდე ვერ დაბრუნდება იმასაც გაჩნია როგორ იკეთებ ამ ოპერაციას და ვისთან მე ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ ძალიან კარგი ხიმთან მოვხვდი რომ მომას სწორად გამიკეთა ეს ყველაფერი მაგრამ ხო კუჭი იზრდება ნელ-ნელა წლების განმავლობაში თავარი არის რომ ჩვენ ვაკონტროლოთ ეს ხშირ შემთხვევაში რა ხდება იცი რომ აი ეს მithქვამს ჩემ ვიდეოებშიც რა მაგრამ ჭამა არის ყველაზე რთული დამოკიდებულება ამ ქვეყანაზე. ვერ შეედრება ვერც ერთი ნარკოტიკი, ვერ შეედრება ვერაფერი, თამაში, ვერაფერი. იმიტომ რომ
საჭმელი არის ის, რაც მცირე დოზით ყოველთვის მაინც გვჭირდება რომ მივიღოთ. და განიჭებს ბედნიერებას. და განიჭებს ბედნიერებას და თან ანუ ხო ხტები როცა მაგალითად დამოკიდებული ხარ სიგარეტზე, ეს სიგარეტი შეგიძლია მთლიანად ამოიღო ცხოვრებიდან და გადარჩე. საჭმელზე ეგრე არ არის. მიკროდოზები ყოველთვის უნდა მიიღო რომ გადარჩე და იცხოვრო. და ეს არის იმხელა კონტროლთან ასოცირებული, რომ ცოცვად იხდება ბარიატრიის შემდეგ ეს დამოკიდებულება საჭმლის მიმართ. თუ ფსიქოლოგიურად სწორად არ მიუდგები ამ ოპერაციას, შენი ეს ადიქცია კალორიების მიღების გადაიზრდება სასმელში, ან ალკოჰოლურში, ან კალორიების სასმლად მიღებაში. ხშირ შემთხვევაში ადამიანები იმატებენ, იმიტომ რომ ვეღარ ჭამენ, იღებენ ხო, სმუზიებისგან, ცივი ყავებისგან, 1000 გვარი რაღაცისგან ამ კალორიებს რა. ანუ ანაცვლებ რეალურად და ანაცვლებ, ხო, აი ამ რაღაცა გრძნობას, ამ დოპამინს, რომელსაც შაქარი გაძლევს, ამ გრძნობას, რომ რაღაცა ივსებს შენ ამ სიცარიელეს, ამას აკეთებ ან ალკოჰოლით, ან სხვა გვარი სასმლებით რა. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ იცოდე რომ ამ ოპერაციას როცა იკეთებ, შენი ცხოვრება იცვლება, ან უნდა დაივიწყო კონცეფტი, აი кейფის რა, ხო ხტები, რასაც გულისხმობ, აი ეს რომ აი ეხა მე გავჯექი და ეხა მაგრად შევჭამ, აი ეს მომენტი დავიწყებულია. ეს მომენტი დავიწყებულია. ეხლა მოდი მე ძალიან ბევრი ვიმუშავე და ჩემ თავს დავაჯილდოვებ 3 ბურგერით, შევკვეთე. და ნახე შეჭამ თუ არა ვერ შეჭამ, აი არ არსებობს. და მე მქონდა ეგ მომენტი რა. და აი მნიშვნელოვანია რომ ეგეთ დროს აი არ გადავცოცდეთ არაჯანსაღ რაღაცეებში და პირიქით. ეს ადიქცია ჯანსაღ რაღაცეებში გადავიტანოთ რა. რაც შეიძლება იყოს ვარჯიში, რაც შეიძლება იყოს სიმღერა, სირბილი, 1000 რამე, ხო? ხო და აი ამაზე ვმუშაობ მე დღემდე. და რა გაქვს, ესე ვთქვათ, აი საბოლოო მიზანი, როცა უკვე გასწორდები, მე მაშინ რა ქვია, რუტინაში რა. აქ ეგრე თუ უბრალოდ მიყვები ხა, მიუყვები ცხოვრებას. უფრო მიუყვები უბრალოდ ცხოვრებას. საბოლოო მიზანი ის მაქვს, რომ შევძლო რომ ძლიერი ვიყო ფიზიკურად, ეგ მაქვს ნომერ პირველი მიზანი ეხლა, რომ შევძლო მძიმე წონებით ვარჯიში, ვიყო ძლიერი და მქონდეს ჯანმრთელობა მწყობრში და ჩემი აზრით მართლა ერთადერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ადამიანების ჯანმრთელობა. ყველა ვარიანტში. რას აკეთებ, ხა აღნიშნე რომ პროდიუსერი ყავს და ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ, ამ მუსიკალურ სცენას სინჯავ, ხო? რა გინდა რომ გააკეთო? აი რა გინდა რომ მემეს სახელით ხალხმა მოისმინოს? ძალიან კაი კითხვა არის. მინდა რომ ვიყო რადიკალურად გულწრფელი ჩემ მუსიკაში. და ვაკეთო ისეთი მუსიკა, რომელიც იქნება აი ვიღაცებისთვის რაღაც დაცული სივრცე, სადაც აი რაღაც შემოვლენ და რაღაც სახლივით იქნება რა, მათთვის ეს ჩემი მუსიკა იქნება თუ ზოგადად დისკოგრაფია თუ ის რასაც ვაკეთებ რა. ჩემი სურვილი იქნებოდა რომ ადამიანებმა მომისმინონ მემეს გამო, ხვდები, ანუ აი იმიტომ რომ რაღაცნაირად მე მათი მეგობარი ვარ შორიდან და დღემდე რაღაცა ვცდილობ რომ აი ამ რადიკალურ გულწრფელობაში ვიყო. აი ეგ ტიპი ვარ რა, აი ეს ვარ რაც ვარ. აი არ დავმალავ რა ჩემ ისტორიას არასდროს და რთული არის ეგ ძალიან, იმიტომ რომ რავი საქართველოში ვცხოვრობთ რა, ყველა ლაპარაკობს და საბედნიეროდ არასდროს არ იყო ეგ რაც მე მაწუხებდა რა, ხო ხტები რაღაც ადამიანები რა სიტყვიან ასე ლაპარაკებენ. მართლა? ხო, ანუ აი მაგ თვალსაზრისით საერთოდ არ მაწუხებს, აი ჩემ ცხოვრებაში ზე ვინა სიტყვის. მორალურ სტანდარტებზე ხო რა, ხო, აი რაღაც. საერთოდ არ მაქვს ეგ რა, ხო. და ჩემი მიზანი ახლა რაც შეიძლება მეტი მუსიკა ვაკეთო, ხარისხიანი მუსიკა ვაკეთო. არ ვიყო არც ერთ მუსიკალურ ბაბლში, ასე ვთქვათ, და ვიყო ყველას მეგობარი და ყველას გვერდში ვედგე, რამდენადაც შემიძლია. ამ პატარა სივრცეში, იმიტომ რომ მართლა ერთ პატარა სივრცეში ვარ შეყრილი ამდენი მუსიკოსი და ხელოვანი ნიჭიერი ადამიანი და იცი რა ხშირად ფიქრობ ხოლმე ამაზე, რომ აი როგორ უნდა იყოს კომერციაც ამაში ჩადებული ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს საქართველოში ესე არის, რომ
მუსიკოსმა უნდა აკეთოს მუსიკა თავისი სიამოვნებისთვის. თითქოს რომ აი მან თავის თავი გამოხატოს და რაღაცა ისე უსაქმოდ არ იყოს რა აბჭყალებში. მაგრამ სინამდვილეში როგორც მე მაქვს პროფესია, ხო? და ყველას ვინც ყოველდღურად გარშემო ყავს, ისე აქვს მუსიკოსის პროფესია, რომელთაც მან უნდა იცხოვროს რაღაცნაირად დაუბრუნოს მას სამყარო ეს შრომა. ხო, ეგ ძალიან რთული ამბავი არის, იმიტომ რომ ვერ შეხვდები თითქმის საქართველოში მუსიკოს, რომელიც მუსიკას აკეთებს მხოლოდ. ანუ აი ყველას გვაქვს სხვა სამსახურები და სხვა პასუხისმგებლობები იმისთვის, რომ რაღაცა პური მოვიტანოთ სახლში რა, ხო ხდები და ეს არის იმდენად სევდიანი ფაქტი ჩემთვის. იმის გამო რომ იმდენად ადვილი არის ყველა კარგად ვიყოთ აქ მართლა აი გულწრფელად გეუბნები. რო არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში იმის კულტურა და რაღაც აქმა და ცნობიერება, რომ მსმენელმა დაასაპორტოს არტისტი. მსმენელმა უნდა იყიდოს მუსიკა, მსმენელმა იყიდოს მუსიკა და მეორე მხრივ არტისტის მხრიდან არტისტმა გააკეთოს ხარისხიანი პროდუქტი და ჩადოს თავისი ემოციური და სხვა რესურსები კარგი პროდუქტის მიწოდებაში, მაშინ იქნება ეს ანუ ხო ხდები რა, სამართლიანი ეს ყველაფერი. ეხლა ვართ ისეთ სივრცეში ძალიან გულწრფელად რო გითხრა. სადაც რატომღაც აი ბევრი არტისტი რაღაც ერთმანეთის დაჭმაში არის, ერთმანეთის გადისვაში არის და რაში? გადისვაში. Welcome to hip hop. ხო რაღაცა გადისვა აქ დაეწერება რა სკოლიოში გამოვიტანთ. ხაზით მნიშვნელობას hip hop სივრცეში ხშირად არის ხოლმე ეგ ამბავი რა, ხო არ გუწონთ ხოლმე ერთმანეთი და აი მე სულ ეგ მაქვს რომ ხალხო ანუ ერთად ვართ ამ ყველაფერში, ერთი რაღაცა გვტკივა და აი სადმე შემიძლია მოვიდე და მემეს hip hop's მოусმინო? კი, როგორ არა, მე ყველა სივრცეში მაქვს ხოლმე ლაივები აბსოლუტურად განსაკუთრებით კლუბებში ხოლმე. და ელექტრონული პროექტიც მაქვს დენი ველევისთან ერთად, რომელსაც ქვია Junk Mail-ი. და ამ პროექტით ვარ ხოლმე უმეტესად კლუბებში, hip-hop პროექტებით ვარ ხოლმე ბარებში და სხვა ადგილებში მაქვს ხოლმე ლაივები რა. და ჩემი ხო აი მიზანი არის და ოცნება მართლა რომ ის კარიერა რომელიც სამწუხაროდ დავკარგე და ამას მარტო ნეგატიურ კონტექსტში არ ვიძახი, ნელ-ნელა დავიბრუნო რა მართლა აი ძალიან გული მწყდება რომ ახლიდან მიწევს ამ ყველაფრის აშენება რა, იმიტომ რომ ისეთ ხალხში ვიყავი, ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რომ ეხლა აი მართლა ნოლიდან დავიწყე ისევ თავიდან და ამაში თავის სილამაზე არის რა, მაგრამ იმედი მაქვს რომ დაუბრუნდები ისევ ჩემ ძველ თავს რა ნელ-ნელა. ხო, ალბათ რაღაცეები ისე არ ხდება და შესაძლოა უკეთესიც აღმოჩნდეს რომ ასე მოხდა. მინდა ძალიან კითხო ფილმზე რომელიც შენს თავზე გააკეთე. საერთოდ რავი რამდენჯერმე ვთქვი რომ რაღაცა ამასაკში და რაღაცა იმიტომ რომ მართლა მე რო ვიყავი 23 წლის რაღაცნაირად გულწრფელად გეტყვი რა, არ ვიყავი ესეთი ღრმა და ესეთი ადამიანი რა, რაღაცნაირად ყოჩაღი. მიუხედავთ იმისა, რომ შვილიც უკვე მყავდა და სამსახურიც მქონდა და ფულსაც გამოვიმუშავებდი და ბევრი რაღაცა მქონდა უკვე გაკეთებული, მოსწრებული და რაღაცნაირად ვაბავდი თავს ამ ყველაფერს, მაგრამ ალბათ აი ეს გააზრებები უფრო გვიან მოვიდა ჩემს ცნობიერებაში, რაც უფრო გავიზარდე და შენ უკვე შეძელი რომ ასე ვთქვათ ეს გამოცდილებები ფილმად შეგეკრა. რატო მოგინდა რომ შენს თავზე ფილმი გადაგეყო? მაგარია. იცი რა, მე მგონია რომ შენ აი გეტყვი სანამ ჩემ ფილმზე გეტყვი, მგონია რომ შენი magic ეგ არის რა ზუსტად. რაღაც მომენტში როგორ არის იცი, რაც უფრო გააზრებული გაქვს ბევრი რაღაცა, მით უფრო რთული ხდება რომ წინ მიდიოდე რა. აი როცა ეგ გეზი გაქვს აღებული, რაღაც ყერო იყოს რა ცხოვრებად რომ მიდიხარ, აი უნდა წახვიდე რა, თუ გაჩერდი, მიმოიხედე, მე ტოვებ სივრცეს ხო, შიშისთვის, დეპრესიისთვის, რაღაცებისთვის და მგონია რომ ეგეც მაგარია რა, რომ შენ შეძელი რომ ჩემასაკში, ჩემი აზრით შენ ბევრად მეტი შეძელი რა, იმიტომ რომ აი რაღაც ეგ ფოკუსის გეზის აღება მოახერხე, რაც მართლა აი თითქმის არავის არ შეუძლია რა მაგასაკში. მე ჩემი მხრიდან ეგრე მომიწია რომ გავჩერდი და მიმოვიხედე ამ ჩემ გზაზე და ვა რაღაც მომენტში შემეშინდა და მე მგონი შენ რაღაც მომენტში კარგი ფსიქოთერაპევტი იქნებოდი.
იცი რომ მინდოდა მართლა ხო? კი მინდოდა ძალიან მინდოდა და საბოლოოდ ჩემი და გამოვიდა ფსიქიატრი და მე გამოვედი პაციენტი მაგრამ ხო ეს ფილმი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის გამო გადავწყვიტე რომ გადავიღო რა აბა მივხვდი რომ ჩემთვის როგორც არტისტისთვის ერთი რამ რაც არის მნიშვნელოვანი არის თუ როგორ განვიცდი იმას რაც მემართება და მეორე არის როგორ გარდავქმნი ამას რაღაცაში და მინდოდა მენახა როგორ შევძლებდი ჩემი აი ამ განვლილი გზის გადატანას ფილმში ზოგადად ყოველთვის მინდოდა რა ფილმის გაკეთება და ეს იყო ჩემი ოცნება აი მთელი ცხოვრება რა და რაღაც მომენტში ვზივარ და ვიაზრებ რომ ველოდები მთელი ცხოვრება აი რაღაცა გრანდიოზულ მომენტს რომ ეს გავაკეთო რა და ვფიქრობ რომ აი რატო მინდა რომ Kanye West-ი გავხდე და მერე გადავიღო ფილმი იმ გზაზე რომელსაც გავდივარ ეხლა რა ხო ხდები და სულ ეგ გვაქვს ხოლმე ჩვენ ფასს და ჩვენი განვლილი გამოცდილებების ფასს ვადებთ წარმატებასთან ვაასოცირებთ უბრალოდ რა აი მე როცა წარმატებასთან დამსახურებასთან წლებთან და რაღაცა ზუსტად და აი მე როცა მილიონი სტრიმი მექნება მაშინ იქნება ჩემი ისტორია მნიშვნელოვანი და არ არის ეგრე რა ხო და ამიტომ გადავწყვიტე რომ მოდი მე ამაში გადავდგავ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ვქნა ეხლა როცა ამ გააზრებების პერიოდში ვარ ეს ფილმი არის ჩემ ბოლო 2 წელიწადზე და ეს 2 წელიწადი როგორ იყრის თავს ამ მომენტში სადაც მე და დენი ვარლევი მუშაობთ ერთად მუსიკაზე და როგორ მოვედით აქამდე რა როგორ არ არის ეს ისტორია იმაზე თუ როგორ ვარ მე მსხვერპლი არამედ როგორ ვარ მე მსახიობი ამ ყველაფერში ანუ მთავარ როლში მონაწილეობ აი ამ ისტორიაში რომელსაც ქვია ჩემი ცხოვრება ხო თელ ამბებში რომელსაც ქვია შენი ცხოვრება კი და პაპა პროდაქშენთან ერთად გადავიღეთ ეს ფილმი რაც ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ საბა პაპაშვილი არის რეჟისორი ამ ფილმის და ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მითხრა რომ ცხოვრებაში ერთხელ გეძლევაო შანსი რომ შენ ისტორიაზე ისაუბრო და ფილმად გადაიტანო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არისო ჩემთვისო რა ამის გაკეთებაა ამიტომ და აი ზუსტად ეგრე მოვეკიდეთ ამ ფილმს აი once in a lifetime შანსი იყო რა და ეს ჩემი ისტორია გარდავქმენი ჭადრაკის მეტაფორად. იმიტომ რომ მივხვდი რომ იმდენად აჯაფსანდალი არის ყველაფერი რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში რომ უნდა რაღაცა აი ამ დაწყობილ დაფაზე გადავიტანო რა ცოტა მოვაწესრიგო ეს ისტორია რა და ესე მივიტანო მაყურებლამდე. და ყველა ადამიანს ჩემ ცხოვრებაში აქვს სხვადასხვა ფიგურა მინიჭებული თავისი სულებით, ხო და ყველა ჩაფთერი არის თავისი სულა. სიყვარული, გლოვა, ჯანმრთელობა, კალური ასპექტი და ასე შემდეგ. და ერთი სული მაქვს, როდის ნახავს ყველა ამ ფილმს, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი პროექტი არის ეს ფილმი. მართლა მაგარია, ძალიან მაინტერესებს სიამოვნებით ნახავთ. ჩემი პოდკასტის წარმდგენი გახლავთ სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic-ი, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის უკვე ძალიან მოთხოვნადი და ცნობილი და beauty in and out არის ამ ბრენდის ფილოსოფია და მე მგონი ყველა დამეთანხმებით რომ სილამაზეც და დანარჩენი ყველაფერიც სწორედ შიგნიდან იწყება. თან ბრენდი არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს და რა თქმა უნდა აქვს ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი იმისათვის რომ თქვენამდე მოვიდეს ხარისხიანი პროდუქცია და საქართველოშიც თავისი ბესტსელერი და ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებით არის წარმოდგენილი. ისეთებით როგორიც არის apple cider-ი, რომელიც წონის კორექციის ხელშეწყობისთვის არის, ზუკარინი ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და hair volume ჯანმრთელი, ლამაზი და მოცულობითი თმისთვის. და New Nordic-ის ეს პროდუქტი შეგიძლიათ მოიკითხოთ მთელი საქართველოს მასშტაბით GPC-ის სააფთიაქო ქსელში. ბოლოს მინდა კითხო, მე ვინ დაგარქვა? და რატო გქვია? მე სხვა შორის მარიამი ხარ. ხო, მარიამი ვარ.
ისე და მე ბავშვობიდან მეძახიან მემეს რო არ მოგატყუო, აი ძალიან პატარა ასაკიდანვე და რაღაცნაირად ესე შემომრჩა რა ეს ამბავი და ხან შენს მეძახიან, ხან ჩვენს ხან იმას ხან ამას მაგრამ ხო რაღაცა მე ვარ და მგონია რომ ძალიან კარგად ასახავს რა ჩემ პერსონაჟს რომ მე ვარ და რაღაცა double me გავხდი ამასობაში მაგრამ ხო ისე მარიამი ვარ ხო და ამ ფილმში მე მგონი უფრო მარიამი ვარ რო არ მოგატყუო რა რაღაცა აი ნამდვილი აი ხო ხდები რაც დამარქვეს და როგორც დავიბადე აი მარიამი ვარ ამ ფილმში მართლა და ხო ძალიან დიდი მადლობა მე მადლობა იყავი ჩემთან და ჩვენთან ერთად და იმედი მაქვს რომ ჩვენს მაყურებელს მოენატრე და დაგვიწერენ თავის გამოხმაურებებს, სიყვარულებს, მე როგორც იცით კრიტიკასაც ვიღებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ უყურებთ ამ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ რომ ეს არხი გამოიწეროთ, რომ ყოველთვის ყველაზე პირველებმა შეძლოთ ჩვენი მომდევნო ეპიზოდის ნახვა. დიდი მადლობა შენ. მადლობა. შეხვედრით. კარგად.